1783 წლის 24 ივლისს ჩრდილო კავკასიის რუსულ სიმაგრე გეორგიევსკში რუსეთის იმპერატორისა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის დაიდო მეგობრობითი ხელშეკრულება. ტრაქტატი, რომლის მიხედვითაც ქართლ-კახეთის სამეფო ცნობდა რუსეთის იმპერატორის უმაღლეს ხელისუფლებასა და მფარველობას. ხოლო რუსეთის იმპერატორი პირობას დებდა სამუდამო მფარველობა გაეწია ქართლ-კახეთის სამეფოსათვის და ქვეყნის ტერიტორია დაეცვა გარეშე მტრებისგან. ტრაქტატის დადებიდან 18 წლის შემდეგ რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა გააუქმა, მაშინ როცა ერეკლე მეორე ცოცხალი აღარ იყო. ამ ამბებიდან 200 წელზე მეტია გასული და მაინც ისმის კითხვა, დამნაშავეა თუ არა ერეკლე და რა გამოსავალი იყო. გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებამდე 12 წლით ადრე 1771 წლის 30 დეკემბერს ერეკლე მეორემ ხელი მოაწერა რუსეთის იმპერატორ ეკატერინე მეორისთვის გასაგზავნ დოკუმენტს, რომლითაც ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლას ითხოვდა ისე, რომ უმაღლესი საერო და საეკლესიო ხელისუფლება უცვლელად დარჩებოდა. კუალად ვითარძველად ყოფილა ჩვენი საჩამომავლობის მეფობა, ვითხოვთ თქვენი სადიდებულების მოწყალებისა გამო ეგრეთვე საუკუნოდ უცვალებლად ეგოს. ვკითხულობთ ხელშეკრულების პროექტში, სადაც ასევე მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული თხოვნა უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლების, სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი იერარქიის, კათოლიკოს პატრიარქის თავის უფლებებში უცვლელად დატოვების თაობაზე. ერეკლე მეორე რუსეთის იმპერატორისთვის გაგზავნილი ხელშეკრულების პროექტით ითხოვდა ქართლ-კახეთის სამეფოს დაცვის მიზნით რუსთა 4000-იანი კორპუსის გამოგზავნას, ყირიმის სახანოს ტერიტორიაზე ოსმალთა ტყვეობისაგან თავდახსნილ ქართველთა სამშობლოში თავისუფლად დაბრუნების უზრუნველყოფას, ქართლ-კახეთის ჯარის შესანახავად რუსეთის იმპერიის ხაზინიდან სესხის მიცემას, რუსეთ-ოსმალეთის ომის 1768-1774 წლებში დამთავრების შემდეგ ზავის დადებისას ახალციხის ქვეყანა, სამცხე-საათაბაგო არ უნდა დარჩენილიყო ოსმალეთის შემადგენლობაში, რადგან ის ისტორიული ქართული ტერიტორია იყო და მასში ქრისტიანები ცხოვრობდნენ. ერეკლეს მიერ ხელმოწერილი ეს დოკუმენტი პეტერბურგში 1772 წლის ზამთარში ჩაიტანეს კათოლიკოს პატრიარქმა ანტონ პირველმა და ლევან ბატონიშვილმა. თუმცა ეკატერინე მეორის პასუხმა მთელი 10 წლით დაიგვიანა. მხოლოდ 1783 წლის დამდეგს ეკატერინე მეორის მდივანმა ალექსანდრე ბეზბოროდკომ კავკასიის ხაზის უფროს გრიგოლ პოტიომკინს აცნობა ეკატერინე მეორის აზრი ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოებთან დასადები ხელშეკრულებების თაობაზე. დაიდოს ქართველ მეფეებთან სამოკავშირეო ტრაქტატი, ნუ უწოდებთ მათ ქვეშევრდომებს, უწოდეთ მოკავშირეები, რომლებიც იმყოფებიან რუსეთის იმპერიის მფარველობაში, ბრძანებდა ეკატერინე მეორე. ერეკლე მეორე ცხადია ეძებდა ძლიერ მოკავშირეს, თუმცა ის დამოუკიდებლადაც მეტნაკლები წარმატებით უმკლავდებოდა საგარეო გამოწვევებს. მან 1762 წელს ტყვედ ჩაიგდო ირანის შაჰობის ერთ-ერთი პრეტენდენტი აზად ხანი, რომელიც ყირბულახის ბრძოლაში დაამარცხა. აზად ხანი ერეკლემ გაუგზავნა ირანის მმართველ ქერიმ ხანს, რითაც ირანთან ურთიერთობის ნორმალიზება შეძლო. 1768-74 წლების რუსეთ-თურქეთის ომში ერეკლემ რუსეთის მხარე დაიკავა, რის გამოც მას ოსმალეთთან პრობლემები შეექმნა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ჯარები გაიყვანა საქართველოდან და საქართველო მტერს შეატოვა, ერეკლემ მაინც მოახერხა საგარეო პოლიტიკური კურსის გამოსწორება. მოლაპარაკებები აწარმოა ახალციხის ფაშასთან. 1778 წელს კი ერეკლემ დაახლოებით ისეთივე ხელშეკრულება დადო ოსმალეთის სულთანთან, როგორც მოგვიანებით 1783 წელს რუსეთთან. ეს იმის ნიშანია, რომ მეფემ ოსმალეთისგან მშვიდობის გარანტია მიიღო. ერეკლემ მორიგე ჯარის წყალობით თითქმის სრულად მოსპო ლეკების თარეში.
თუმცა ანგარის გასაწევძალად რჩებოდა შირვანისა და დარუბანდის მფლობელი ფათალი ხანი, რომელიც ამიერკავკასიაში პირველობისთვის იბრძოდა. ამავე დროს გამოჩნდა ვახტანგ მე-6-ის შვილიშვილიც, ალექსანდრე ბაქარიძე, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა ქართლის ტახტზე. ალექსანდრემ კავშირი დაამყარა ფათალი ხანთან და იმერეთის მეფე სოლომონ პირველთან. როგორც ჩანს, რუსეთის იმპერია ალექსანდრე ბატონიშვილსა და ფათალი ხანს ერეკლეს შანტაჟისთვის იყენებდა. ერეკლე მოკავშირეებს ევროპაშიც ეძებდა. 1780-1791 წლებში ორგზის გაიგზავნა ელჩობა ავსტრიის იმპერატორთან, საფრანგეთის მეფესთან, რომის პაპთან, რომლებისგანაც ერეკლე ითხოვდა სესხს რეგულარული არმიის შესაქმნელად, მაგრამ ელჩობამ შედეგი ვერ გამოიღო. რუსეთი კი განაგრძობდა ფათალი ხანისა და ალექსანდრე ბაქარიძის თავის სასარგებლოდ გამოყენებას და უბიძგებდა ერეკლეს რუსეთთან ურთიერთობისკენ. ამასობაში რუსეთი უმიზნებს ყირიმის სახანოს ტერიტორიას, რაც გავლენას ახდენს მის საგარეო კურსზე. თუ აქამდე ქართველი მეფეები სთხოვდნენ რუსეთს დახმარებას, ახლა რუსეთი ცდილობს კავკასიის დაუფლებით მცირე აზიაში უპირატესობის მოპოვებას. იწყება საქართველოს ინტენსიური დარწმუნება იმაში, რომ ერთმორწმუნე რუსეთი საუკეთესო მფარველი იქნება. პეტერბურგიდან წამოსული შეთავაზებებიც იმაზე უკეთესია, ვიდრე აქამდე იყო. დაპირებებში ჩნდება ერეკლე მეორისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ქართული მიწების ჭარ-ბელაქნისა და სამცხე-საათაბაგოს შემოერთების საკითხი, რომლის გადაჭრა საქართველოს დამოუკიდებლად არ შეეძლო. 1783 წლის 24 ივლისს ჩრდილო კავკასიის ციხესიმაგრე გეორგიევსკში რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის დაიდო ტრაქტატი, რომელსაც რუსეთის მხრით ხელი მოაწერეს თავად გრიგორი პოტიომკინის ბიძაშვილმა პავლე პოტიომკინმა და პოდპოლკოვნიკმა ტამარამ. ხოლო საქართველოს მხრით მემარცხენე დროშის სარდალმა ივანე ბაგრატიონმა და მანდატურ თუხუცესმა გარსევან ჭავჭავაძემ. 1783 წლის 20 აგვისტოს ერეკლე მეორე თბილისში ზეიმს აწყობს. მიწვეულ სტუმრებს შორის არის რუსი პოლკოვნიკი სერგეი ბერნაშოვი. 9 საათზე ხალხი სიონის ტაძართან იკრიბება, სადაც 11 საათზე მეფე უფლისწულებითა და დიდებულებით მიდის. ტარდება წირვა, რომლის დასრულების შემდეგ მეფე წვეულებას მართავს. აძლევენ სალიუტს. ასე აღნიშნა თბილისმა 24 ივლისს გეორგიევსკში დადებული ტრაქტატის რატიფიკაცია. რუსეთის მთავრობამ თითქოს დიდი გულუხობა გამოიჩინა. მან უარი თქვა ფულად და ნატურალურ ხარკზე, რასაც მას ერეკლე მეფე სთავაზობდა. უარი თქვა აგრეთვე მძევლებზე. ტექნიკური დეტალების მოსაწესრიგებლად ერეკლემ თავად პოტიომკინს მდივანბეგი სულხან თუმანიშვილი გაუგზავნა. მან ფერდმარშალი გააკვირვა თავისი განათლებით, ნიჭით და კეთილგონიერებით. რუსეთის მთავრობამ უხვად დაასაჩუქრა ქართლ-კახეთის რწმუნებულები და დიდებულები. ერეკლეს უმაღლესობის ტიტული მიენიჭა. 17 წლის მირიან ბატონიშვილმა რუსის პოლკის უფროსობა მიიღო, ხოლო გარსევან ჭავჭავაძე ერეკლე მეფის რეზიდენტი, ანუ სრულუფლებიანი დესპანი გახდა პეტერბურგის მთავრობასთან. ეკატერინე მეორემ ერეკლეს საჩუქრად 24 ქვემეხი გამოუგზავნა, ქართლ-კახეთის სახელმწიფო გერბით შემკული, მაგრამ თბილისამდე მხოლოდ 10-მა მოაღწია. ტრაქტატი შედგებოდა პრეამბულისა და 13 მუხლისგან, რასაც ემატებოდა ცალკე დოკუმენტად გაფორმებული 4 საიდუმლო მუხლი. პირველ მუხლში ერეკლე მეორე თავისი და მემკვიდრეების სახელით საზეიმოდ აცხადებდა, რომ ამიერიდან სამუდამოდ უარს ამბობს ცნოს ირანის ან რომელიმე სხვა ქვეყნის სახელმწიფოს უზენაესი ხელისუფლება და მფარველობა, გარდა რუსეთის იმპერატორისა და მისი მემკვიდრეებისა. მეორე მუხლში ერეკლე მოხსენიებულია უგანათლებულეს მეფე ირაკლი თეიმურაზოვიჩად და აღნიშნულია, რომ რუსეთის იმპერატორი თავისი და მემკვიდრეების სახელით პირობას დებს სამუდამო მფარველობა გაუწიოს ქართლ-კახეთის სამეფოს
და ქვეყნის ტერიტორია დაიცვას გარეშე მტრებისაგან. მესამე მუხლში დადასტურებულია, რომ რუსეთის მფარველობაში შესულ ქართლ-კახეთის სამეფოში შენარჩუნებული იქნებოდა ერეკლე მეორისა და მისი მემკვიდრეების მეფობა. ახალი მეფის ტახტზე ასვლას სამეფო ნიშნების გამოგზავნით ადასტურებდა რუსეთის იმპერატორი. ახლად გამეფებულს რუსეთის წარმომადგენლის წინაშე საზეიმოდ უნდა მიეცა ფიცი. მეოთხე მუხლში ნათქვამია, რომ ქართლ-კახეთის მეფე ამიერიდან უცხო სახელმწიფოებთან დამოუკიდებელ დიპლომატიურ ურთიერთობას არ აწარმოებდა. მეხუთე მუხლში აღნიშნულია, რომ ორივე მხარეს ერთმანეთის სამეფო კარზე უნდა დაენიშნა თავისი წარმომადგენელი რეზიდენტი, ანუ მინისტრი. მეექვსე მუხლით რუსეთი საქართველოს მეფეს აღუთქვამდა, რომ მისი მტრები გამოცხადდებოდნენ რუსეთის მტრებად, რომ ქვეყნის საშინაო მართვა-გამგეობა, სამართლის წარმოება და გადასახადების აკრეფა მთლიანად საქართველოს მეფის უფლებებში დარჩებოდა. რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებს ეკრძალებოდათ საქართველოში რაიმე განკარგულების გაცემა. მეშვიდე მუხლში ერეკლე დაპირებას იძლეოდა, რომ ყოველთვის მზად იქნებოდა თავისი ჯარით რუსეთის იმპერიის სამსახურში ჩამდგარიყო და რომ ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე დანიშვნისა თუ დაწინაურების დროს გაითვალისწინებდა რუსეთის წინაშე მის დამსახურებას. მერვე მუხლით მცხეთის უძველესი საპატრიარქო ტახტის მპყრობელი, კათოლიკოს პატრიარქი ანტონ პირველი ხდებოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უწმინდესი სინოდის წევრი და სინოდის წევრ მღვდელმთავართა შორის იკავებდა მერვე ადგილს ტობოლსკის არქიეპისკოპოსის შემდეგ. მეცხრე, მეათე და მე-11 მუხლებით განისაზღვრა ქართველი თავადაზნაურების, ვაჭრებისა და ტყვეობიდან გამოხსნილთა მდგომარეობა. მე-12 და მე-13 მუხლებით კი სარატიფიკაციო ვადები და ის, რომ ხელშეკრულება დადებული იყო საუკუნოდ. გეორგიევსკის ტრაქტატში არსებობდა საიდუმლო მუხლებიც, რომლებშიც აშკარად ილახებოდა ერეკლესა და სოლომონ პირველის სუვერენული უფლებები. ამავე დროს რუსეთს საშუალებას აძლევდა ჩარეულიყო ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების ურთიერთობაში. თუმცა ამასთან ერთად მკაფიოდ წარმოჩნდებოდა რუსეთის პასუხისმგებლობაც. ის ვალდებული იყო ომის შემთხვევაში იგულისხმებოდა ომები ირანსა და ოსმალეთთან ქართლ-კახეთის სამეფოს დახმარებოდა იარაღით. ამასთან ერთად საზავო მოლაპარაკების დროს უნდა ეცადა ქართლ-კახეთის სამეფოსათვის დაებრუნებინა წინათ მტერთაგან წართმეული ტერიტორიები. ერთი წლის შემდეგ კავკასიის ხაზიდან საქართველოში გენერალი პავლე პოტიომკინი ჩამოვიდა, რათა ადგილობრივ გაცნობოდა იმპერიის მფარველობის ქვეშ მიღებულ ქვეყანას და მის ხელმძღვანელებს. ქართლ-კახეთის სამეფო რუსის გენერალს მეტისმეტად აწეწილად ეჩვენა. სამაგიეროდ მასზე თვით ერეკლემ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ის წერდა, მეფე ირაკლი შუატანისაა, ფიცხი ხასიათი აქვს. ლაპარაკის დროს შუბლ შეჭმუხნული იცქირება ქვემოდან. შეიძლება იმიტომ, რომ თანამოსაუბრის სახის მოძრაობა დაიჭიროს. ცოტათი წელში მოხრილია, ვინაიდან უკვე 62 წლისაა, მაგრამ ჯერ კიდევ მხნედა. ირაკლი მეფე ეკუთვნის იმ ადამიანთა რიცხვს, რომელთაც ისე შეუძლიათ პასუხის მოცემა, რომ ხოც გამოდიოდეს და არაც. ესაა არაჩვეულებრივი ჭკუის ადამიანი, იშვიათად მომთმენი და გასაოცრად მომქმედი. მთელი ღამეები ფხიზლობს, ვინაიდან თვითონ ხელმძღვანელობს თავისი სახელმწიფოს საქმეებს, ცოტას ძინავს, აზიურს პოლიტიკას კარგად იცნობს გამოცდილებით. სცდილობს თავისიერი ევროპულად მოაწყოს, დიდად ღვთისმოსავია. ტრაქტატის შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, დოკუმენტი თითქოს საქართველოს სასარგებლოდ გაფორმდა, რადგან მასში ძირითადად რუსეთის ვალდებულებებია გაწერილი. რუსეთმა უნდა დაიცვას ქართლ-კახეთის სამეფო, რუსეთმა უნდა გამოყოს ჯარი და მისი შესანახი ფული და ასე შემდეგ. მხოლოდ ერთი, მე-7 მუხლია ისეთი, სადაც რუსეთის მიერ წარმოებულ ბრძოლებში ერეკლეს ჩართვაზეა საუბარი.
ისტორიკოსების აზრით, სინამდვილეში ყველაფერი რუსეთის სასარგებლოდ გაკეთდა. 1882 წელს რუსეთი აპირებდა ყირიმის დაპყრობას და იცოდა, რომ თურქეთი ამას არ გადაყლაპავდა. იქნებოდა ომი. რუსეთის გეგმის მიხედვით ავსტრიას და რუსეთს ერთ-ერთ ფრონტზე საქართველოს გავლით უნდა შეეტიათ. ქართველ მეფეებს ევალებოდათ ზურგის გამაგრება და დივერსიების მოწყობა. ეს იყო რუსეთის გეგმა და ტრაქტატიც რეალურად ამას მოჰყვა. სოლომონ პირველს ეს ხელს აძლევდა, ერეკლე მეორეს კი არა. სოლომონი ისედაც ეომებოდა ოსმალებს და ერეკლეს არ სურდა 12 წლის წინანდელი ამბების ხელახლა გამეორება, მაგრამ რუსეთს ჰქონდა ძალიან ბევრი ბერკეტი და ბოლო მომენტში შეძლო ერეკლეს დაყოლიება. თუმცა ომი არ დაიწყო და რუსებმაც დაივიწყეს ტრაქტატი. მალე მის გაუქმებაზეც ალაპარაკდნენ. ტრაქტატმა ვერ დაიცვა საქართველო მიუხედავად იმისა, რომ ერეკლე მეორეც, დარეჯან დედოფალიც და გარსევან ჭავჭავაძეც ლამის ულტიმატუმის ტონში სთხოვდნენ რუსეთის იმპერიას ხელშეკრულების ღია თუ საიდუმლო მუხლებით გათვალისწინებულ დახმარებას ირანის მოსალოდნელი თავდასხმის წინ. 1795 წლის ივლისში, აღა მაჰმად-ხანის თავდასხმებამდე 2 თვით ადრე, გარსევან ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა ალექსანდრ ბეზბოროდკოს, რუსეთის იმპერიის საგარეო უწყების ფაქტობრივ ხელმძღვანელს. სპარსეთის ახლანდელი მბრძანებელი აღა მაჰმად-ხანი მიისწრაფის შაჰად იქნეს ცნობილი და საქართველოზე თავდასასხმელად ემზადება. ჩემი თანამდებობისამებრ მე უმდაბლესად გთხოვთ გვაუწყოთ. ინებებთ თუ არა რუსეთის უმაღლესი კარი ტრაქტატით გათვალისწინებულ დახმარებისა და მფარველობის აღმოჩენას. გთხოვთ თქვენს ბრწყინვალებას ამ ჩემს წარდგინებაზე სასწრაფოდ მომცეთ პასუხი. ჩვენ ახლა უკიდურესად გვჭირდება ამისი ცოდნა. ტრაქტატით გათვალისწინებულმა დახმარებამ რუსეთის ქვეითთა 2 ბატალიონმა და რამდენიმე ზარბაზანმა საქართველოში მხოლოდ თბილისის აოხრების, ომის დასრულებისა და აღა მაჰმად-ხანის საქართველოდან წასვლის შემდეგ ჩამოაღწია. რუსეთის იმპერიამ მომდევნო წლებშიც ბევრი გააკეთა ქართლ-კახეთის სამეფოსათვის როგორც ფიზიკური, ასევე რიტუალური ზიანის მისაყენებლად. იმის წარმოსაჩენად, რომ ქვეყანა დაიქცა და დამოუკიდებლად არსებობის გაგრძელება აღარ შეეძლო, რომ ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ბატონიშვილების ერთმანეთზე გადაკიდებით ქვეყანას ბოლო მოეღო და ასე შემდეგ. ფაქტი კი ის იყო, რომ პეტრე პირველიდან მოყოლებული რუსეთი კავკასიის დაპყრობისთვის ემზადებოდა, მაგრამ შესაბამის დროს ელოდა. ამიტომ იყო, რომ გეორგიევსკის ტრაქტატს აქტიურად აპიარებდა. რუსეთმა ლამის ყველა ენაზე გადათარგმნა ხელშეკრულება და გაავრცელა. როგორც ჩანს, ლეგიტიმაციის საფუძვლებს იქმნიდა. ელოდებოდა ხელსაყრელ დროს. ხელსაყრელი დრო კი 1801 წლის 12 სექტემბერს დადგა, როცა ალექსანდრე პირველის მიერ გამოცემული მანიფესტით რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა. მიუხედავად იმისა, რომ ტრაქტატს პრაქტიკულად არ უმუშავია და რუსეთის მიერ სამეფოს გაუქმება ყველა კანონის დარღვევა იყო, მაინც რჩება დავის საგნად, დაუშვა თუ არა ერეკლე მეორემ შეცდომა და რა იყო გამოსავალი. დაგვიწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, გამოიწერეთ კარდუს YouTube და Facebook გვერდები, მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ, რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოზე.